საღამო მშვიდობისა, თქვენ ფოკუსს უყურებთ დღის მთავარ ამბებს ტაბულას გუნდთან ერთად ირაკლი კეკნაველიძე და სალომე უგულავა წარმოგიდგენთ. კახა ბენდუქიძე 58 წლის ასაკში ლონდონში გარდაიცვალა. მან გულის ოპერაცია რამდენიმე დღის წინ ციურიხში გაიკეთა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზით სწორედ გულის უკმარისობა გახდა. კახა ბენდუქიძის ცხედარს ექსპერტიზას ლონდონში ჩაუტარებენ. ტაბულას გუნდის სახელით სამძიმარს უცხადებთ კახა ბენდუქიძის ოჯახის წევრებს, მეგობრებს, თანამშრომლებსა და სტუდენტებს. ის ტაბულას ერთ-ერთი დამფუძნებელი წლების განმავლობაში ერთ გული მხარდამჭერი და მრჩეველი იყო. ყველა ჩვენგანისთვის მისი გარდაცვალება არის ძალიან დიდი დანაკლისი. ფოკუსის სიუჟეტში თვალი გადავალოთ კახა ბენდუქიძის მოღვაწეობა საქართველოში. კახა ბენდუქიძე თბილისში დაიბადა. პროფესიით ბიოლოგი ბენდუქიძის სახელი 90-იან წლებში რუსეთში გახდა ცნობილი. 1996 წელს მან პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე დიდი ინდუსტრიული კომპანია გაერთიანებული მანქანათმშენებელი ქარხნები ჩამოაყალიბა. ვარდების რევოლუციის შემდეგ 2004 წელს საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და პრემიერმა ზურაბ ჟვანიამ ის საქართველოში მოიწვიეს და ეკონომიკის მინისტრად დანიშნეს. 4 წლისა და 8 თვის მანძილზე ის სათავეში შედგა იმ ეკონომიკურ რეფორმებს, რომლებიც სხვა სფეროებში მომხდარ გარდაქმნებთან ერთად საქართველოს ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა. მისი უშუალო ავტორობით გატარდა ეკონომიკის დერეგულირების, ჯანმრთელობის დაცვის, საფინანსო სექტორის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, სანებართო სალიცენზიო სისტემის, ენერგეტიკისა და საჯარო სამსახურის, შრომის ბაზრისა და საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაციის რეფორმები. განსხვავებული ოლიგარქი ასე უწოდა ბენდუქიძეს გამოცემა ეკონომისტმა 2004 წელს. მრავალმა საერთაშორისო ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ ბენდუქიძის მიერ გატარებული რეფორმები პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა. ბევრი თანხმდება, რომ დროის ასე მცირე მონაკვეთში ერთდროულად ამდენი გარდაქმნა არც ერთ სხვა ქვეყანაში არ მომხდარა. სწორედ ამიტომ მსოფლიო ბანკმა საქართველოს მსოფლიოს ნომერ 1 რეფორმატორად დაასახელა. 2007 წელს კახა ბენდუქიძემ ცოდნის ფონდი დააფუძნა. ბოლო წლების განმავლობაში მან ათეულობით მილიონი ლარის ინვესტიცია ჩადო თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის განვითარებაში. ბენდუქიძის ხელმძღვანელობით აგრარული უნივერსიტეტის ბაზაზე ათობით კვლევითი ორგანიზაცია დაფუძნდა, სადაც სტუდენტებს სამეცნიერო კვლევის საშუალება ჰქონდათ. ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლიდან 6 თვეში განათლების სამინისტროს ავტორიზაციის საბჭომ აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია გააუქმა. ამ დროს განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი იყო. სტუდენტებისა და სამოქალაქო საზოგადოების რამდენიმე დღიანი პროტესტის შემდეგ უნივერსიტეტს მუშაობის გაგრძელების საშუალება მისცეს. მალევე პროკურატურამ აგრარული უნივერსიტეტის ცოდნის ფონდისთვის მიყიდვის საქმის ძიება დაიწყო. ბენდუქიძეს 8 საათის განმავლობაში კითხავდნენ. მიუხედავად მისი დიდი სურვილისა, რომ ბოლომდე აგრარულ უნივერსიტეტში ემუშავა, ბოლო თვეებში ბენდუქიძეს საქართველოს დატოვება მოუწია. როგორ ემშვიდობებიან კახა ბენდუქიძეს საქართველოში და მის მიღმა. მთელი დღის განმავლობაში ბენდუქიძის ოჯახი მსოფლიოს არაერთი წერტილიდან სამძიმარს იღებდა. საქართველოს პარლამენტში კი პრეზიდენტის გამოსვლამდე კახა ბენდუქიძის ხსოვნას პატივი ფეხზე წამოდგომით მიაგეს. კახა ბენდუქიძის ხსოვნას დღეს პარლამენტში ფეხზე წამოდგომით მიაგეს პატივი. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პარლამენტის წევრების სახელით ღრმა მწუხარება გამოხატა და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. თქვენი სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ამის გამო და უსამძიმრებ გარდაცვლის ოჯახს. ბატონი კახა გახდათ მართლაც არაორდინარული პიროვნება, რომლის ღვაწლს, რომლის საქმიანობას მომავალი კიდევ უკეთ გამოაჩენს. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კახა ბენდუქიძის გარდაცვალებას პარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ გამოეხმაურა. თავიანთი მწუხარება გამოხატეს მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრებმაც. მინდა მიუსამძიმრო ბატონი კახაბერის ოჯახს და აგრეთვე მიუსამძიმრო მის კოლეგებს, რომელთაც დაკარგეს თავიანთი მეგობარი. გულწრფელ სამძიმარს უცხადებ მის ოჯახს. მე ალბათ ახლა არ იქნება სწორი ჩემგან, რომ მე რაღაც რეტროსპექტიული შეფასება გავაკეთო მისი მოღვაწეობის, თუმცა ის აშკარად გამორჩეული და ნიჭიერი ადამიანი იყო. მე არ ვიზიარებდი მისი მოსაზრებების და დამოკიდებულებების უდიდეს ნაწილს, მაგრამ ზოგადად უდიდეს პატივს ვცემ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან საკუთარი შეხედულებების და პრინციპების გამო დაუპირისპირდნენ თუნდაც საზოგადოებას
თუნდაც ხატზე გადასცენ, ოღონდ იყვნენ მებრძოლი ამ პრინციპებისთვის. მე ძალიან დიდ წუხილს გამოვთქვა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ვთვლი რომ კახა ბენდუქიძე იყო ერთ-ერთი უპირველესი, ერთ-ერთი პირველი ადამიანი, მათგან ვინც სწორ ინვესტიციებს ახორციელებდა საქართველოში, ეს ეხება განათლების სფეროში ინვესტიციას და მე ვფიქრობ რომ მან საქართველოს ძალიან დიდი რამ დაუდოვა საკუთარი უნივერსიტეტის სახით. რაც არ უნდა ილაპარაკონ კახა ბენდუქიძეზე, ამ ადამიანმა დატოვა რეფორმა, ამ ადამიანმა დატოვა სახელი, ამ ადამიანმა ჩაბნელებული, კორუმპირებული, უპერსპექტივო ქვეყნიდან თავისი წვლილი შეიტანა ჩემ მეგობრებთან ერთად, რომ ქვეყანა გამხდარიყო ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი ჩვენს რეგიონში. ბენდუქიძის გარდაცვალების გამო მწუხარება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნოლანდმაც გამოთქვა. საელჩოს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ. დაგვამწუხრა კახა ბენდუქიძის გარდაცვალებამ მისი სახით საქართველომ დიდი მოაზროვნე და პატრიოტი დაკარგა. მთავრობაში მოღვაწეობითა და ცოდნის ფონდის, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის დაარსებით კახა ბენდუქიძემ საქართველოს მომავალში საშვილიშვილო ინვესტიცია ჩადო. მსოფლიო დონის განათლებამ, რომელიც ხელმისაწვდომია მის უნივერსიტეტში და მისმა პირადმა ღვაწლმა, გააფართოვა ათასობით ქართველი სტუდენტის აკადემიური და პროფესიული ჰორიზონტი და უკდავყო კახა ბენდუქიძის მსოფლმხედველობა მომავალ თაობებში. გულწრფელად ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და ყოფილ სტუდენტებს ამ მძიმე წუთებში. რეფორმატორი მინისტრისა და ცოდნის ფონდის დამფუძნებლის გარდაცვალების გამო მწუხარება მისმა უცხოელმა მეგობრებმა და კოლეგებმაც გამოხატეს. ბრიტანული გამოცემა ეკონომისტის რედაქტორი ედვარდ ლუკასი წერს. კახა ბენდუქიძე დიადი ადამიანი, კარგი წყარო, დიადი პატრიოტი და ძალიან მხიარული ადამიანი იყო. არასოდეს დამავიწყდება, როდესაც უმაღლესი დონის სუში რესტორანში წავიყვანე და მან ეკონომისტის გართობისთვის გამოყოფილი 1 თვის ბიუჯეტი ჩემ თვალწინ შეჭამა. მატვეი განაპოლსკი, რაფაელ გლუქსმანი, ჯონ ბასი, ფადი ასლი. ეს იმ ადამიანების არასრული სიაა, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ბენდუქიძის გარდაცვალებას გამოეხმაურნენ. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე უკრაინელი ხალხის სახელით სამძიმარი გამოუცხადა ბენდუქიძის ახლობლებს, ასევე მილიონობით ადამიანს, ვისთვისაც ის დიდი ცვლილებების მამოძრავებელი იყო და ასეთად არჩება. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ კახა ბენდუქიძეს განსაკუთრებული ხედვის მქონე ადამიანი უწოდა. გუშინ ღამით დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში სტუდენტები, თანამშრომლები და მეგობრები შეიკრიბნენ და მას კამპუსზე სანთლები დაუნთეს. იშვიათი არის ადამიანი, რომელიც ახერხებს, რომ ერის ცხოვრების აზროვნების წესში შეიტანოს კორექტივები და კახა მეს მოახერხა. ჩვენ სხვანაირები ვართ, ვიყავით კახა ბენდუქიძემდე და სხვანაირები ვართ ეხლა. ჩვენს გარშემო გარემოც ასეთია, მან შეძლო საქართველოს ეკონომიკის ფუნდამენტური რეფორმირება, მან შეძლო ძალიან კარგი, წარმატებული და სიცოცხლის უნარიანი უნივერსიტეტების შექმნა. დღეიდან ჩვენი უნივერსიტეტი ბევრად უფრო ძლიერი იქნება ვიდრე აქამდე, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ კახას ეს უნდა და კახამ ჩვენ დაგტოვა. დაგტოვა არა პირდაპირ გაგებით, არამედ დაგტოვა როგორც მემკვიდრეობა და ჩვენ აუცილებლად გავამართლებთ კახას იმედებს. ცნობილი რეფორმატორი, ცოდნის ფონდის დამფუძნებელი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე 58 წლის ასაკში ლონდონში გარდაიცვალა. მან გულის ოპერაცია გაიკეთა და გარდაცვალების სავარაუდო მიზეზიც სწორედ გულის უკმარისობა გახდა. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსთან გაჩენილი კითხვების შესახებ პარლამენტს მიმართა. მან ორ ძირითად საკითხზე გაამახვილა ყურადღება ინსტიტუტების მნიშვნელობაზე და პარლამენტის როლის გაძლიერების საჭიროებაზე. ბოლო პერიოდში გაურკვეველია, ვის ემსახურებიან ინსტიტუტები, განაცხადა პრეზიდენტმა. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ მისი გამოსვლის ძირითადი აქცენტები. დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს მიმართა. გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აქცენტი საქართველოს პარლამენტის როლსა და საქართველოს ევროატლანტიკურ კურსზე გააკეთა. საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ საქართველოს დასავლური კურსი ეჭქვეშ 3 მინისტრის გადადგომის გამო დადგა, რადგან ისინი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ. მისივე თქმით, საქართველოს პოლიტიკური კრიზისის მიზეზი ინსტიტუციური მართვის ნაკლებობაშია, რადგან ბოლო დღეების განმავლობაში გაურკვეველი
შემსწავლებელი იყო, ვის ემსახურება ინსტიტუტები, სახელმწიფოს თუ საკუთარ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. გიორგი მარგველაშვილი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას, ასევე გასულ წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლების კორუფციაში დადანაშაულებას შეეხო და განაცხადა, რომ პარლამენტმა უნდა დაიცვას მინისტრები და მთავრობა. წინააღმდეგ შემთხვევაში შეშინებულ და დაუცველ სისტემას მივიღებთ. იმ ფაქტმა, რომ სამივე აწუხე ყოფილ მინისტრს საკვანძო მიმართულებები ებარა, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით გამოიწვია კითხვები შინ თუ გარეთ იმის თაობაზე, თუ რამდენად ეფექტიანად გაგრძელდება საქართველოს ევროპული ტიპის სახელმწიფოს ევროპის ნაწილად ჩამოყალიბება. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ დღეს ისე როგორც არასდროს 2012 წლის ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ აუცილებელია ამ კურსის კონსოლიდაცია, მისთვის ახალი იმპულსების მინიჭება და მისი შეუქცევადობის დადასტურება. ბოლო დღეებში იყო გაურკვეველი, ვის ემსახურება ინსტიტუტები, საკუთარ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას თუ სახელმწიფოს. რამდენად დაცულია სახელმწიფო საიდუმლოების, გამოძიების მიუკერძოებლობისა ან უწყობათა დეპოლიტიზაციის პრინციპები. შესაბამისად, ჩემთვის ეს კონკრეტული შემთხვევა არის ზოგადი უფრო ფართე პრობლემის სიმპტომი, რომელმაც უნდა გვიბიძგოს სისტემის დახვეწისა და მომავალში ასეთი პრობლემის თავიდან აცილებისკენ. იმისთვის, რომ შევიდეთ ევროპაში, უნდა გავხდეთ ევროპა. ჩვენი ცხოვრების წესით, ჩვენი დემოკრატიულობით, ჩვენი პლურალიზმით. უნდა ჩამოვაყალიბოთ მართვის დასავლური სისტემა და ჭეშმარიტად სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც სამართლის უზენაესობა არის ხელშეუვალი პრინციპი. სამართლებრივ სახელმწიფოში ყველა თანაბრად უნდა ემორჩილებოდეს კანონს, როგორც ინდივიდი, ისე ხელისუფლების ინსტიტუტები. საჭიროა ხელისუფლების განშტოებათა გამიჯვნა განცალკევების, ურთიერთკონტროლისა და ურთიერთგაწონასწორების გამართულად მოქმედი სისტემის ამუშავება. არ უნდა დაუშვათ სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ურთიერთქმედების ჩანაცვლება ხელმძღვანელთა შორის პერსონიფიცირებული ურთიერთობებით. გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა მოვაქციოთ ფორმალურ გარემოში. გიორგი მარგველაშვილმა ძალოვან სტრუქტურებში რეფორმების აუცილებლობაზე ისაუბრა და პარლამენტს შინაგან საქმეთა სამინისტროდან უშიშროების სამსახურის გამოყოფის შეუსრულებელი დაპირება შეახსენა. წინა ხელისუფლების დროს საპოლიციო და უშიშროების სამსახურების შერწყმით შინაგან საქმეთა სამინისტროში უშიშროების სტრუქტურების ინკორპორირებით შეიქმნა უპრეცედენტო ძალაუფლების მქონე სტრუქტურა, რომელიც ფაქტობრივად დემოკრატიულ კონტროლს არ ექვემდებარებოდა და გადაიქცა ადამიანის უფლებების მასშტაბური დარღვევის მანქანად. ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან სახელმწიფო უშიშროების სამსახურების გამოყოფა, ქმედეთი კონტროლის განხორციელება მათ საქმიანობაზე გადაუდებელი აუცილებლობაა და ამ თვალსაზრისით პარლამენტის როლი განსაკუთრებულია. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი არის მართველი კოალიციის პროგრამაში. ქუთაისში იმყოფება ფოკუსის ჟურნალისტი ქრისტინა ფარჯიანი, რომელიც მოგვიყვება თუ რა ხდებოდა დღეს პრეზიდენტის გამოსვლის წინ და მის შემდგომ. ქრისტინა, გამარჯობა. როგორ აფასებენ დღევანდელ დღეს პარლამენტში? პრეზიდენტი სიტყვით საქართველოს პრეზიდენტის სიტყვის გამოსვლა პროტესტის ნიშნად დატოვეს საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა. ნაციონალური მოძრაობა რამდენიმე დღის განმავლობაში მოითხოვდა, რომ შეხვედრის ფორმატი ყოფილიყო დებატები, თუმცა უმრავლესობამ მათი ინიციატივა არ გაითვალისწინა. აღსანიშნავია ისიც, რომ დებატების წინააღმდეგი არც პრეზიდენტი იყო. დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ კვლავ სცადეს დებატებთან დაკავშირებით მოლაპარაკება, თუმცა მას შემდეგ რაც ვარი მიიღეს, ხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.
ეს დამოკიდებულება არის უპატივცემულობა არა მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ, ეს დამოკიდებულება არის უპატივცემულობა ქართველი ხალხის მიმართ, ვინაიდან პრეზიდენტი აირჩია ქართველმა ხალხმა და ადამიანი, რომელიც საუბრობს ქართველი ხალხის არჩეული მანდატით, ნამდვილად იმსახურებს საქართველოს პარლამენტისგან იმას, რომ როგორც მინიმუმ მასთან კონდეს შეკითხვის დასმის და აზრის გამოხატვის საშუალება. უსუფაშვილი არის ადეპტი და მამამთავარი მიმართულების პროცედურული დემოკრატიის. ეხლა ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ დამყარდა არა პროცედურული დემოკრატია საქართველოს პარლამენტში, არამედ ეს არის პროცედურული ავტორიტარიზმი და პროცედურული დიქტატურა. საქართველოს პრეზიდენტმა განმარტება ფორმატთან დაკავშირებით სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ გააკეთა. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ის მზად არის ითანამშრომლოს, მზად არის ესაუბროს ნაციონალურ მოძრაობას ნებისმიერ ფორმატში. გიორგი მარგველაშვილის განმარტებით მნიშვნელოვანი არის, რომ ქვეყანაში იყვნენ ძლიერი პარტიები. საპარლამენტო უმრავლესობამაც გააკეთა დღეს განმარტებები დებატებთან დაკავშირებით. მათი თქმით, ნაციონალური მოძრაობა ცდილობდა, რომ პარლამენტის ტრიბუნა გამოიყენებინათ 15 ნოემბრის აქციის დაანონსებისთვის, რის გამოც მათ დებატებზე უარი განაცხადეს. პარლამენტის თავმჯდომარემ შემოგთავაზა და ბიურომ შემოგთავაზა ასეთი ფორმატი, რომ პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს ეს მოხსენება, მას უფლება აქვს ეს მიმართოს პარლამენტს, ხოლო შემდეგ პარლამენტი უკვე წყვეტს დებატების თემას. ეს ჩემთვის აბსოლუტურად მისაღები ფორმატია, იმიტომ რომ მე პატივსცემ პარლამენტის ხედვებს. რაც შეეხება პოლიტიკურ დებატებს, ბუნებრივია ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ამ პოლიტიკური დებატებისთვის, მაგრამ ამ პოლიტიკური დებატების ადგილი პრეზიდენტისა და ოპოზიციის აი ამ ფორმით დებატების ადგილი ამჟამად არ არის საქართველოს პარლამენტი. მე ვხვდები ყველა პოლიტიკურ პარტიას, პარტიათა სიძლიერე ჩემთვის და საქართველოში პარტიების არსებობა ჩემთვის მნიშვნელოვანია. ბუნებრივია თუ ოპოზიციას უნდა ჩემთან საუბარი, პრეზიდენტის კარი ღია არის. დღეს საკანონმდებლო ორგანოში შეფასებები გააკეთეს პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებითაც. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ გიორგი მარგველაშვილის სიტყვა იყო ძალიან საინტერესო, მიუხედავად იმისა, რომ ის არ ეხებოდა იმ თემებს, რომელთა დაკავშირებითაც პრეზიდენტი პარლამენტში მოვიდა სასაუბროდ, ანუ ქვეყნის საგარეო კურსს. განმარტებები გააკეთეს დღეს თავისუფალი დემოკრატების წევრებმა. ზურაბ ბაბაშიძის თქმით, ეს იყო პრეზიდენტის საუკეთესო გამოსვლა. პრეზიდენტის გზავნილები მისაღები იყო ნაციონალური მოძრაობისთვისაც, თუმცა საპარლამენტო უმცირესობას იმედი არ აქვს, რომ პრეზიდენტის რეკომენდაციებს მართლ გუნდში გაითვალისწინებენ. ჩვენ ამ მოწვევის პარლამენტს დაგვრჩა არც თუ ისე დიდი დრო და პარლამენტს გულისხმობ მთავრობას, რა თქმა უნდა. ამიტომ ძალიან ბევრი მიმართულებით შეხსენება, რომ საჭიროა ტემპის გაძლიერება რეფორმების კუთხით და მიმართულებით, ეს ცუდი არ არის, მაგრამ კიდევ მეორე არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ დღევანდელი მდგომარეობით ინსტიტუტები უნდა მუშაობდნენ გამართულად. საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციურად ევალება ძალიან მნიშვნელოვანი რამ. სახელმწიფო ორგანოების ნორმალურად ფუნქციონირების უზრუნველყოფა და ხელის შეწყობა. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია და ძალიან დელიკატური ფუნქცია. და საქართველოს პრეზიდენტისგან რა თქმა უნდა ჩვენ ველით იმას, რომ სახელმწიფო ორგანოები და სახელმწიფო უწყებები უკეთ იმუშავებენ და კოორდინაციაში უკეთ მოვლენ. პრეზიდენტმა მოითხოვა სხვა საფუძვლით გამოსვლა, მივიღეთ საზოგადოებრივი პოლიტიკური ცხოვრების ყველა ასპექტზე პრეზიდენტის შეხედულების მოსმენა. რისი უფლებაც პრეზიდენტს აქვს და ეს უფლება, ამ უფლების რეალიზაციის ის ახდენს ხოლმე ყოველწლიური მიმართვის დროს. ეს იყო მისი საუკეთესო გამოსვლა, რომელიც მე მომისმენია როგორც გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტის რანგში, იმიტომ რომ ძირითადად გაკეთდა იმ აქცენტებზე საუბარი, რაც მიგვაჩნია რომ აუცილებელი იყო, მან ამ პირველ რიგში აღნიშნა, რომ სწორედ თავისუფალი დემოკრატების გასვლით ოპოზიციაში დღეს პოლიტიკური ვითარება შეიცვალა ქვეყანაში. ამავდროულად სამი მინისტრი, რომელიც იყო წამყვანი იმ სფეროების, რომელზეც საუბრობთ ჩვენ, რომ ეს ევროატლანტიკური და ევროპული კურსი არ უნდა შეიცვალოს. ჩვენ კი არ უნდა ვისაუბროთ უკვე 9 წელზე, რომელიც ჩემთვის პირადად წარსულია უკვე ნაციონალურ მოძრაობის 9 წელზე. არამედ იმ 2 წელიწადზე დღეს ხელისუფლება რა გააკეთა, რა შეცვალა, რა ტემპებით მიდის. დავაყენებ საკითხს ჩვენს კოლეგებში, ჩემს მეგობრებში ფრაქციაში, რომ ჩვენ პოლიტიკური დებატები მოვითხოვოთ სწორედ იმ საკითხებთან, რაზეც ისაუბრა პრეზიდენტმა და კონკრეტულად მოვთხოვოთ მთავრობას, როგორ აპირებს აი ამ პრეზიდენტის თეზისების გათვალისწინებას. გამოსვლა მე მომეწონა თეზისებით პრეზიდენტი მართლა ასე ფიქრობს არჩევიდან 1 წლის თავზე ძალიან კარგია, ერთ-ერთი თანამოაზრე შეგვიძლია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანოში მისვლასთან დაკავშირებით მას შემდეგ განაცხადა, რაც მართველი გუნდი სამინისტრმა, ხოლო კოალიცია ქართული ოცნება თავისუფალმა დემოკრატებმა დატოვეს. პრეზიდენტმა მაშინ განმარტა, რომ მისი საუბრის ძირითადი თემა ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია იქნებოდა. დიდი მადლობა, ქრისტინა. დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ქვეყნის ბიუჯეტის კანონპროექტი პარლამენტს წარუდგინა. კანონპროექტის განხილვა რამდენიმე საათის მანძილზე გაგრძელდა. ნოდარ ხადურის თქმით 2015 წლის საქართველოს ბიუჯეტი 9 მილიარდ 520 მილიონი ლარი იქნება და უფრო მეტად სოციალური პრობლემების მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული. ნოდარ ხადურისვე თქმით 2015 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 31 მილიარდ 834 მილიონი ლარი იქნება, რის 34%-საც საგარეო ვალი წარმოადგენს. ხადურის თქმით ბიუჯეტის ზრდა გადასახადების, მათ შორის აქციიდან მიღებული გადასახადების ზრდას უკავშირდება. ნაციონალური მოძრაობა ფიქრობს, რომ 2015 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი არასწორად არის დაგეგმილი და სახელმწიფოს ამ ბიუჯეტის შესრულებისას წლევანდელის მსგავსად პრობლემები შეექმნება. ძალიან კარგია, რომ გადამუშავებული ბიუჯეტის პროექტი გაზრდილი სახით არის შემოტანილი თან ეს იმ ფონზე, როდესაც ფინანსთა მინისტრი წონაში ესე იკლებს და მე ვფიქრობ ძალიან კარგი ტენდენცია. ყველაზე დიდი მხარჯავი სუბიექტი არის ჯანდაცვის სამინისტრო, რომელიც ბიუჯეტის 29 და მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 10%-ს 2 მილიარდ 775 მილიონ ლარს მოიხმარს. მუნიციპალიტეტების დასაფინანსებლად გამოყოფილი იქნება 1 მილიარდ 154 მილიონი. მომავალ წელს 1 მილიარდი ლარი მოხმარდება ინფრასტრუქტურას, 854 მილიონი განათლებას, თავდაცვის სამინისტროს 640, შინაგან საქმეთა სამინისტროს 615, სოფლის მეურნეობის სამინისტროს 291 მილიონი. უნდა გითხრათ, რომ 2012 წელთან შედარებით 25 მილიონი ლარით არის შემცირებული პრემიები. მინდა გითხოთ, რახან თქვენ თვითონ საბოლოოდ აღიარეთ რეიტინგების მნიშვნელობა, რატომ მოხდა, რომ საქართველოს მსოფლიო ბანკის რეიტინგში სადაც ჩვენ ვიყავით მერვე ადგილზე, ჩამოქვეით და მე-15 ადგილზე. მე-14-დან ჩამოვიდა მე-15-ზე. და ეს აისახება თუ არა ქვეყნის უნარზე, რომ მოიზიდოს ინვესტიციები. პენსიების დასას თუ გავითვალისწინებთ, ეს ჯერ ბიუჯეტში არ წერია, მაგრამ აქაც რო დაუბრუნდეთ, რა სყიდველუნარიანობა აქვს დღევანდელ 2013 წლის 150 ლარს და რა ექნება 2015 წლის 160 ლარს, მე ვფიქრობ, ბევრად ნაკლები ექნება, იმიტომ რომ დოლარის ეკვივალენტში დღევანდელი კურსით ერთი და იგივეა 91 დოლარი. ძალიან ბევრი საკითხია, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია. ხვალ 15 ნოემბერია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით თბილისში რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამაშაბლოს უკვე ფორმალიზებული ანექსიის მცდელობებს გააპროტესტებენ. აქციას რამდენიმე პოლიტიკური პარტიისა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები უერთდებიან. ვარდების მოედანზე ხვალ კონტრაქციაც იგეგმება. დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით აქციაზე უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრაც გაიმართა. ხვალინდელ აქციას დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 15 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით სამართალდამცველებს ნებისმიერი უკანონობის აღკვეთისკენ მოუწოდებს. პრემიერი ასევე მიიჩნევს, რომ რუსეთთან კარგად გათვლილი და პრაგმატული პოლიტიკის გარდა ყველა სხვა ნაბიჯმა შეიძლება საქართველოს გამოუსწორებელ შედეგებამდე მიიყვანოს. არ ამგონია დღეს არსებობდეს ადამიანი, რომელიც ვერ ხვდებოდეს როგორ ბეწვის ხიდზე უწევს საქართველოს გავლა. რადიკალიზმი დღეს სრულიად მიუღებელი და დაუშვებელია ჩვენი ქვეყნისთვის. მშვიდობიანი, კარგად გათვლილი და პრაგმატული პოლიტიკის გარდა ყველა სხვა ნაბიჯმა შეიძლება გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანოს. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ქვეყნის დეოკუპაცია საქართველოს თითოეული მოქალაქის მისწრაფებაა და ამიტომაც სრულიად მიუღებელია, როცა საყოველთაო პროტესტს ქვეყნის ანექსიის წინააღმდეგ ერთი რომელიმე პოლიტიკური ძალა თავის თავზე მიიწერს და ქვეყნის მთლიანობის იდეას მხოლოდ საკუთარ თავთან აიგივებს. მინდა მოვუწოდო სამართალდამცავ სტრუქტურებს დაიცვან წესრიგი ხვალინდელ აქციაზე და აღკვეთონ ნებისმიერი უკანონობა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებას შეუშლის ხელს. იმედი მაქვს, რომ აქცია ჩაივლის ექსცესების გარეშე. მშვიდობიანად და ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ დემოკრატიული პრინციპების ერთგულია.
დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტში აქციასთან დაკავშირებით სამუშაო თათბირი გაიმართა, რომელსაც დეპარტამენტის უფროსი, თანამშრომლები და ნაციონალური მოძრაობის წევრები დაესწრნენ. შეხვედრა ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით შედგა, რომელზეც აქციის უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველყოფის საკითხები განიხილეს. თათბირის შემდეგ ზურაბ ჯაფარიძემ აქციაზე შესაძლო პროვოკაციებზეც ისაუბრა. ძალიან ბევრი ეგეთი ჯგუფები ხელისუფლების მხრიდან მართული, რომლებიც სხვადასხვა ტიპის განცხადებას ავრცელებდნენ, ჯერ თქვეს რომ რაღაც არ დაუშვებთ ამ აქციასო, შემდეგ თქვეს რომ არჩევანი გამივალთო, გუშინ ისევ გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს აკირებენ სადღაც შეკრებას, ჩვენ ეს ინფორმაციაც გადავეცით პოლიციას და მათ თქვეს რომ თუ რაღაცა მსგავსი იქნება, ისინი ამას აღკვეთავენ. ჩვენი მხრიდან არ იქნება არანაირი ძალადობრივი ქმედებები, არანაირი ისეთი ქმედებები, რომლებიც გასცდება კანონის პარაგრაფს. აქციის პარალელურად კონტრაქცია იგეგმება, მას არასამთავრობო ორგანიზაცია სახალხო დარბაზი გამართავს. გავრცელებულ განცხადებაში ორგანიზაციამ მხარდამჭერები სასტუმრო ივერიის წინ, ანუ დღევანდელი დასახელებით სასტუმრო რედისონთან მიიპატიჟა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ანექსიის წინააღმდეგ მიმართულ აქციაზე მოქალაქეები სწორედ ამ ადგილას იკრიბებიან. დღეს 15 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია მამუკა ჩიქოვანმა გამართა. მისი თქმით, რეგიონებში ადგილობრივმა თვითმმართველობებმა ხვალ აქტივობები დაგეგმეს, რათა ხალხი თბილისში არ ჩამოვიდეს და იმ შემთხვევაში თუ მოხელე ამ აქტივობებში არ ჩაერთვება, სამსახურის დაკარგვით ემუქრებიან. მინდა მოუწოდო შეცვალონ თავიანთი გადაწყვეტილება ამ აქტივობებთან დაკავშირებით. ჩვენ თვითმიზანი ნამდვილად არ არის, რომ საპროტესტო აქციებმა მოიცვას ყველა რეგიონი, ყველა თვითმმართველი ქალაქი. საპირისპირო შემთხვევაში ადგილზე ისინი მიიღებენ ლოკალურ საპროტესტო აქციებს და აქტივობებს. ხვალინდელ აქციას აფასებენ პარლამენტში. აქციის იდეას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე ეთანხმება, თუმცა მისი თქმით ხელისუფლება აქციაში მონაწილეობას იმიტომ არ იღებს, რომ აქცია ერთი პოლიტიკური ძალის ინტერესებშია. ანექსია არის დაუშვებელი და უნდა ყველგან ვიხმაროთ მის შესაჩერებლად, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა ამ აქციას არ შევუერთებით, იმიტომ რომ გვაქვს მოლოდინები, რომ აქცია კეთდება და ორგანიზებული ხდება კონკრეტულად ერთი პოლიტიკური ძალის ინტერესებში. ისთვის ჭირდებათ ეს აქცია ნაციონალურ მოძრაობას, ეს ცხადია, ეს არის მათთვის რაღაცა პოლიტიკური გადარჩენის მცდელობა. არავინ არ თმობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არავინ არ ეგუება არც ოკუპაციას, არც ანექსიას. დღეს აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალთან არასამთავრობო ორგანიზაციებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც ანექსიისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შეზღუდვის წინააღმდეგ არის მიმართული. არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოუწოდეს ხელისუფლებას რუსეთი ოკუპანტად აღიაროს და გადადგას ქმედითი ნაბიჯები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის. ეს არასამთავრობოები ხვალინდელ აქციაში მიიღებენ მონაწილეობას. აქციასთან დაკავშირებით დღის ბოლოს განცხადება დავით ბაქრაძემაც გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ხვალინდელ აქციაზე საქართველოს პრობლემაზე, საქართველოს კუთხეების ანექსირებაზე პრაქტიკულად არ საუბრობს არავინ. სდუმს ჩვენი ხელისუფლება და მთავრობა, სდუმს საერთაშორისო თანამეგობრობა. ჩვენ გვინდა მოუწოდოთ ყველა იმ ადამიანს, ვისაც არ სურს, რომ ასეთ სიჩუმეში საქართველოს საბოლოოდ გამოგლიჯონ მისი ძირძველი კუთხეები, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. ყველა ასეთ ადამიანს გვინდა მოუწოდოთ მოვიდეს და 15 ნოემბერს საკუთარი პროტესტით გაუგზავნოს სიგნალი და დაანახოს მთელ მსოფლიოს, რომ საქართველოს დღეს აქვს სერიოზული საფრთხე. შეგახსენებთ, რომ ხვალინდელ აქციაზე მონაწილეები აფხაზეთის ანექსიასა და აღნიშნულ საკითხზე მთავრობის პოლიტიკას გააპროტესტებენ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო 15 ნოემბერს დაგეგმილ აქციასა და კონტრაქციას ეხმიანება და აცხადებს, რომ არც ერთი ღონისძიება მისი ინიციატივით არ ტარდება. მართლმადიდებელი ეკლესია ორივე მხარეს მოუწოდებს თავი შეიკავონ პროვოკაციებისა და ურთიერთდაპირისპირებისგან. განცხადებაში ვკითხულობთ, როგორც ცნობილია 15 ნოემბერს თბილისში იმართება აქციაც და კონტრაქციაც. გარკვეულწილად ორივე მხარე ცდილობს ეკლესია ჩართონ ამ პროცესებში იმ აზრსაც ავრცელებენ, თითქოს კონტრაქცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის კურთხევით ტარდება. ამიტომაც საზოგადოებას გვინდა განვმარტოთ, რომ 15 ნოემბერს დაგეგმილი არც ერთი ღონისძიება, არც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის და არც ზოგადად საქართველოს ეკლესიის ინიციატივით არ ხორციელდება. ეს არის ამ თავყრილობების ორგანიზატორთა თავისუფალი ნების გამოხატულება. ჩვენ ჩვენის მხრივ მოუწოდებთ ორივე მხარეს თავი აარიდონ პროვოკაციებსა და ურთიერთდაპირისპირებას. ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში. ფოკუსი კი ეთერში მოკლე სარეკლამო შესვენების შემდეგ დაბრუნდება. დღის მთავარი თემებით ფოკუსი პირდაპირ ეთერში ბრუნდება.
ავღანეთში ბაგრამის სამხედრო ბაზაზე 3 ქართველი სამხედრო დაშავდა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ქართველი სამხედროების პატრულირებისას თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დაშავებული სამხედროების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ისინი ბაგრამის ბაზის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც სამედიცინო დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან და შესაბამისი კურნალობა უტარდებათ. აუდიტის სამსახური პარლამენტის დობის ჯგუფს თავდაცვის სამინისტროში 2011-12 და 13 წლებში ჩატარებული შესყიდვების შემოწმების მასალებს დღეს მიაწვდის. აუდიტის სამსახურს მასალების გადაგზავნა უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ სთხოვა. დოკუმენტაცია პროკურატურაში უკვე გადაგზავნილია, რადგან ის როგორც უწყებაში აცხადებენ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. აუდიტის სამსახურის უფროსის თქმით, მასალები ეგრეთ წოდებული კაბელების საქმესა და ჯარისკაცების მოწამვლის საქმეებს არ ეხება. მთავარ პროკურატურაში კი ადასტურებენ, რომ აუდიტის სამსახურის გადაგზავნა მასალების საფუძველზე თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების საქმეზე კიდევ ერთი გამოძიებაა დაწყებული. მოწმდება 2011-12-13 წლის პერიოდები, შესაბამისად ის მასალები, რომელიც ჩვენ ვთქვით, რომ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტის დობის ჯგუფს. მასალები, რომლებიც გადაეგზავნება დობის ჯგუფში, შემდგომ ალბათ მოხდება მათი გაანალიზება დობის ჯგუფის მიერ და მათ აქვთ შემდგომ უფლებამოსილება გრიფით საიდუმლო მოხსნასთან დაკავშირებით მიმართულონ საქართველოს პრემიერ-მინისტრს. გაკეთდა კომენტარები, რომ მე თითქოს მოვითხოვე სხვა მასალები, არა ის მასალები, რაც დაკავშირებულია კაბელების ისტორიასთან ან მოწამვლებთან. თუ კარგად მოისმენთ ჩემი განცხადება, მე ვთქვი, რომ პირველ რიგში ვთხოვე კონტროლის პალატას, იგივე აუდიტის სამსახურს, რომ ის მასალები, რაც ზოგადად ბოლოს აქვს გაკეთებული, მოგვაწოდონ. და დაინტერესდი არის თუ არა ამ მასალებში ის ეპიზოდები, რაც ეხება კაბელების ისტორიას, რაც ეხება მოწამვლის თემას. სამწუხაროდ ჩემდა და ჩვენ და სულ ყველასი მას ეს პერიოდი შემოწმებული არ აქვს. აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერი საქართველოს პრემიერის შეთავაზებას ავტონომიის შესახებ კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კავკასკი უზელისთვის მიცემულ ინტერვიუში რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ თბილისის წინადადებები არ აინტერესებს, ხოლო საქართველოსთან ურთიერთობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში არის შესაძლებელი. ამ საუბრების არ მჯერა ჩვენი ორიენტირები გვაქვს, როგორმე საქართველოს გარეშეც გავძლებთ. იმისთვის, რომ ვითანამშრომლობთ, ჯერ ომის განუახლებლობის და საქართველოს მიერ ჩვენი სახელმწიფოს აღიარების საკითხები უნდა მოვაგვაროთ. 2015 წლის დასაწყისიდან მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყება პროექტი, რომლის მიზანი საქართველოში C ჰეპატიტის დაავადების აღმოფხვრაა. ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა და ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის დეტალები და მოლაპარაკებების შედეგები გააცნო. მიღწეული შეთანხმების მიხედვით მომავალი წლიდან საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებიდან C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატი შემოვა და საქართველოში მცხოვრები პაციენტებისთვის გახდება ხელმისაწვდომი. თავი ასე ვთქვათ, მამოძრავებელი ძალა და мотиваცია, რაც მიეცა ამერიკულ მხარეს, იყო სწორედ ის რეფორმები, რომელიც განახორციელდა თუმცა სერგეენკომ ჩვენო მთავრობამ. ეს არის უნივერსალური დაზღვევის პროგრამა, ეს არის C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა, რომელთაც ჩვენ ათასობით ადამიანს ვუმკურნალეთ. ფსიქეებში მოიხსენებათ, რომ ჩვენ პატიმრებზე გამოვყავით 1000 პატიმრს ვუმკურნალთ C ჰეპატიტით დაავადებულებს. ამაში სახელმწიფომ რამდენი მილიონი გაიყო, ასევე ჩვენ მქონდა სერიოზული პროგრამა, რომელთაც ჩვენ 60%-იანი ფასდაკლებით შევთავაზეთ პრეპარატები, ინტერფერონის შევთავაზეთ მოსახლეობას, რითაც რამდენი მილიონი დაზოგა მოსახლეობა. ეს არ არის მხოლოდ მედიკამენტების მისდომად ფასად შემოტანის პროექტი, არამედ ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტი, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ მედიკამენტის მიწოდებას მოსახლეობისთვის, არამედ სწორ მკურნალობას, მონიტორინგს, შედეგების გაზომვას, ასევე პრევენციას და ამოცანა არის, რომ მთლიანად სრულად ეს დაავადება C ჰეპატიტი საქართველოში იქნას მენეჯირებული და მოგვარებული. 2015 წლიდან შემდგომი 5 წლის მანძილზე პენსიას და სახელმწიფო გასაცემლებს კვლავ ლიბერტი ბანკი გასცემს. ეს სოციალური მომსახურების სააგენტოში ჩატარებული კონკურსის შედეგად გადაწყდა. კონკურსზე მონაწილეობის შესახებ განცხადება მარტო ლიბერტი ბანკმა შეიტანა. სახელმწიფო გასაცემლების მომსახურების გაწევის ვალდებულება ლიბერტი ბანკმა 2009 წელს აიღო. ამ ხელშეკრულების ვადა 2014 წლის დეკემბერში იწურება. მომდევნო 5 წლის განმავლობაში ლიბერტი ბანკი იქნება ის ბანკი, რომელიც სახელმწიფო გასაცემლების მომსახურებას გასწევს. ამ 5 წლის განმავლობაში ბანკი იღებს ვალდებულებას და
4 მილიონი ლარის დამატებით ხარჯს გასწევს, რომელიც იქნება მიმართული ბენეფიციარების უკეთ მომსახურებაზე. Am 4 მილიონი ლარის გარდა ბანკს აქვს შემოთავაზება და წინადადება, რომ დაახლოებით 7 მილიონი ლარის დამატებით ინვესტიციას განახორციელებს თავისი ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ალეკო ელისაშვილი საკრებულოში პერსონალური ავტომანქანების სისტემის შეცვლისა და საერთო ავტოპარკის შემოღების ინიციატივით გამოვიდა, თუმცა იურიდიულ საკითხთა კომისიამ ეს იდეა უარყოფითად შეაფასა. კომისიაში განსაკუთრებულად ინიციატივის ის ნაწილი არ მოეწონათ, რომელიც მანქანების მხოლოდ სამუშაო დღეებსა და სამუშაო საათებში გამოყენებას არეგულირებდა. დანარჩენი იხილეთ სიუჟეტში. იურიდიულ საკითხთა კომისიამ უარყოფითი დასკვნა მისცა თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის ინიციატივას, რომელიც საკრებულოს წევრთათვის პერსონალური ავტომანქანების გაუქმებასა და საერთო სამსახურეობრივი ავტოპარკის შემოღებას გულისხმობს. სხდომაზე მყოფმა საკრებულოს წევრებმა განსაკუთრებით ელისაშვილის შეთავაზების ის ნაწილი დაიწუნეს, რომელიც გულისხმობდა მანქანებით მხოლოდ სამუშაო საათებში სარგებლობას, ასევე მათ გამოყენებას საღამოს 6 საათამდე, შაბათ-კვირას კი საერთოდ გაჩერებას. ელისაშვილი ამბობს, რომ მხოლოდ შაბათ-კვირას მანქანების მუშაობის შეჩერებით 100,000 ლარზე მეტის დაზოგვაა შესაძლებელი. დამოუკიდებელი დეპუტატის ინიციატივას მხარი მხოლოდ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ირაკლი აბესაძემ დაუჭირა. მანქანა უნდა ემსახურებოდეს საქმეს საკრებულოში და ქალაქის სამსახურს და არა პერსონალურად რომელიმე დეპუტატს და მის ოჯახს. შესაბამისად მე ვთავაზობ საკრებულოს, რომ გადავიდეთ საერთო ყველამ თქვას პერსონალურ ავტომანქანაზე უარი და საკრებულოს ყავდოს ავტოპარკის საერთო სარგებლობის. ყველაზე დიდი ეფექტი იქნება ის, რომ თბილისის საკრებულო აჩვენებს ახალ პოლიტიკურ კულტურას, რომ თანამდებობა უდრის ავტომანქანას და დანარჩენ კომფორტს, აი ამაზე იტყვის საკრებულო ამ პროექტის მიღებით უარს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართული ოცნება ვალდებულია შეასრულოს საკუთარი დაპირება, შემოიღოს გარკვეული რეგულაციები, რომელიც ასევე უნდა გავრცელდეს აუცილებლად არამხოლოდ საკრებულოზე, არამედ თბილისის მერიაზეც. შესაბამისად, დღეს ჩვენ ამ ინიციატივას ხარი დავუჭერთ. ელისაშვილის ინიციატივა საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ პოპულისტურად მიიჩნია. სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის ნუგზარ მალაღურაძის განმარტებით კი ამ საკითხთან დაკავშირებით საკრებულო ალტერნატიულ პროექტზე მუშაობს და ის საზოგადოებისთვის ცნობილი მალე გახდება. ვერანაირად ვერ ხედავდით იმის საჭიროებას, რომ ზემოღანშვილი ამ ეტაპზე იმ წარმოუდგენელი სიტუაციებით დამტკიცებული იყო, რაც ბატონმა ელიკო ელისაშვილმა წარმოუდგინა. ვფიქრობ, ეს ყველაფერი იყო უფრო პოპულისტური, ვიდრე საქმიანი და ვიდრე ეს საქმეზე და მოსახლეობაზე და მოქალაქეებზე გათვლილი. პროექტი თითქმის მზად არის, უახლოეს ხანებში თქვა გაჟღერდება, როგორ იქნება და რა იქნება. აქედან გამომდინარე, თქვა მოსაზრებებში ყველაფერში ვერ დავახმები, იმიტომ რომ თქვა სიტყვაზე ანალიზის შედეგად თქვა გამოვლინდა, რომ აი ეს ხარჯები, რასაც ჩვენ ამჟამად ვეწევით, არ შეესაბამება იმ რეალობას, თქვა რაზეც იყო ლაპარაკი. ელისაშვილის თქმით, საკრებულო მის ინიციატივას მომავალ სხდომაზე განიხილავს. რუსეთის ქმედებებს უკრაინაში შესაძლოა მის წინააღმდეგ სანქციების გაფართოება მოხდეს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმა დევიდ კემერონმა ავსტრალიაში დიდი ოცეულის სამეტის წინ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთმა უნდა მისცეს საშუალება უკრაინას, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი. თუ რუსეთი პოზიტიურ მიდგომას აჩვენებს, სანქციები შესაძლოა გაუქმდეს, აღნიშნა კამერონმა. რუსეთის ქმედებები ასევე ავსტრალიის პრემიერმა ტონი ებოტმა დაგმო. სამეტისათვის მზადების პარალელურად ავსტრალიის სანაპიროსთან რუსული სამხედრო გემების დაჯგუფება გამოჩნდა, რამაც ადგილობრივი მედიისა და საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, რუსეთის სამხედრო გემებზე მეტად მას უკრაინაში შექმნილი ვითარება, სამშვიდობო ხელშეკრულების შეუსრულებლობა და რუსეთიდან შეერაღების მიწოდება აღელვებს. მის შესახებაც საუბარს ვლადიმერ პუტინთან აპირებს. ნატოსა და რუსეთს შორის ახალი საჰაერო ინციდენტი მოხდა. პოლონეთში ბაზირებულმა ნიდერლანდების საჰაერო ძალების F-16 ტიპის გამანადგურებლები ჰაერში რუსული სატრანსპორტო თვითმფრინავის დასაჭერად აფრინდნენ. სავარაუდოდ ol-76 ტიპის თვითმფრინავი ბალტიის ზღვის თავზე ესტონეთისა და ლატვიის ტერიტორიასთან ახლოს გამოჩნდა. შემდეგ კი კალინინგრადის ოლქისკენ გაფრინდა. ბოლო თვეების განმავლობაში რუსული ავიაციის აქტიურობა ნატოს ქვეყნების გარშემო გაიზარდა. წელს უკვე 100-მდე საჰაერო ინციდენტი დაფიქსირდა.
მოდული ფილა, რომელმაც ჩურმოვ გერასიმენკოს კომეტაზე წარმატებული დაშვება განახორციელა, საკუთარი ამოცანის შესრულებას შეუდგა. მან დედამიწაზე კომეტისა და მის ზედაპირი სამსახველი ფოტოსურათები გამოგზავნა. ამავე დროს იმის გამო, რომ მოდული კრატერის ჩრდილში იმყოფება, მისი ენერგიით მომარაგების პრობლემები შეიქმნა. კომეტაზე დღე-ღამე 12 საათი გრძელდება, თუმცა აპარატის მზის ბატარეებამდე მზის სინათლე მხოლოდ 2 საათის განმავლობაში აღწევს, რაც მისი აკუმულატორების დასატენად საკმარისი არ არის. მეცნიერები აპარატის გადაადგილების შესაძლებლობას განიხილავენ. ნავთობის ფასი ბოლო 4 წლის განმავლობაში რეკორდულად დაბალ დონეზე დაეცა. 1 ბარელი ბრენტის მარკის ნავთობის ფასი ბირჟებზე დღეს $77.5 დონეზე დაფიქსირდა. ნავთობის გაიაფების ფონზე კიდევ უფრო დაეცა რუსული რუბლის კურსი, რომელმაც დოლარში 47.45 და ევროში 59.7 შეადგინა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ სახელმწიფო უწყებებს შესაბამისი გეგმა აქვს შემუშავებული და ქვეყნის ეკონომიკა მზადა ნავთობის ფასების დაცემისთვის. პუტინის თქმით, ქვეყანას საკმარისი რეზერვები გააჩნია სოციალური და საბიუჯეტო ვალდებულებების შესასრულებლად. ამით დღევანდელი ფოკუსი დასრულებულია, ჩვენ ხვალ დაგიბრუნდებით. კარგად ბრძანდებოდეთ.